gon' do this. განათლება თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი და შემდეგ საზოგადოებრივი ჯანდაცვის მაგისტრატურა. ვიქნებოდი ტელეწამყვანი. მომწონს რომ კომუნიკაბელური ვარ და კონტაქტური. მამაჩემი. თხილამური არის ჩემი საყვარელი სპორტის სახეობა და გიჟდები 14 წელია სრიალები. ბავშვობაში ყველაზე მეტად მინდოდა ექიმობა. ვიყო კომპოზიტორი, ძალიან მინდა, ყოველთვის მინდოდა, ანუ ხან-ხან არის ესეთ ხასიათზე ვარ ხოლმე, რომ მინდა რომ რაღაც დავწერო მელოდია, ხშირად დამჯდარ ვარ ფორტეპიანოსთან ან გიტარაზე და ვცდილობდი რომ რაღაც მელოდია შემექმნა, მაგრამ არ გამოდის. დათვებს ვაკროვებ და ძალიან მაგარი კოლექცია მაქვს, დაახლოებით 300-მდე დათვი და ეს არის ჰობი ალბათ. და სიმღერაც. ანუ ბავშვობიდან მღერი და ეს უკვე რაღაცა ჰობის მაგვარი გახდა. არასოდეს არ მოვიტყუები ალბათ. იმიტომ რომ არ მეყვარს ტყუილი, ვერ ვიტყვი. არაფერს არ ვნანებ, იმიტომ რომ მთელი ცხოვრება ჩემი ნაცხოვრია და რაც გამიკეთებია, ყველაფერი ჩემით გამიკეთებია. ანუ არაფერს არ. პირველი კოც და 14 წლის ასაკში ვიყავი. ეს არის რაღაც გიჟური გრძნობა. და როდესაც გიყვარს, ყველაფერი უნდა გიყვარდეს ადამიანის ან რაღაცის რაც გიყვარს. ჩემ ქართულში. მამაკაცი ჩემთვის არის სიძლიერის განსახიერება, რაღაცა დამცველი. ეს თქმაც ყოველთვის მინდოდა? არაფერს. ანუ ძირითადად რასაც ვფიქრობ, ყოველთვის იმას ვლაპარაკობ. შესაბამისად არ მაქვს არაფერი ისეთი, რაც მინდა რომ ვთქვა და არ მithქვამს. ну, იქიდან გამომდინარე პროფესიით ექიმი ვარ, მაგრამ ექიმის პროფესიით არ ვმუშაობ. ექიმის პროფესიაში მომწონს ის, რომ შეგიძლია დაეხმარო ადამიანებს, მაგრამ ამ პროფესიას მიუხედავად იმისა, რომ ავწდი, მაინც ადამიანებს ვეხმარებ. ერთხელ ზაფხულში წავედი ბათუმში და შემდეგ ზუგდიდში ჩავედი ბათუმიდან. LRG მივირთვი და ზუგდიდიდან ჩავედი თბილისში და ნუ რაღაც მგონია რომ ძალიან არასერიოზული იყო. მხოლოდ LRG-ისთვის ჩასვლა. ჩემი ოჯახი. განვიცდი, როდესაც რაღაცას ვერ გავაკეთებ და საყვედურს მივიღებ. მგონი ყველაფრის მჯერა და სულ განხილვის ობიექტი ვარ ამის გამო, რომ ყველაფრის ყოველთვის მჯერა. ბანკოს თამაშის დროსაც ვიღაცა თუ რაღაცას მეტყვის მაგისით მჯერა. ეგეთ რამე არ არსებობს მგონი. ამერიკის პრეზიდენტს გავიცნობდი სიამოვნებით და გავესაუბრებოდი საქმიან თემებზე. გიჟდები ბადრიჯანზე, შემიძლია მთელი ცხოვრება ბადრიჯანის სხვადასხვა ვარიანტებში მივირთვა. ფრაზა ესეთი არ მაქვს, მაგრამ ალბათ რაღაცას რო შევიცხადებ, მირთო, აი ესე ვიცი ხოლმე. მგონი ჩემი სადაქალოს ნიშანია ის, რომ ყველა ესე ვიცახით ხო. ჯერა რომ ვიცხოვრებ დემოკრატიულ და ევროპულ ფასეულობებზე აშენებულ ქვეყანაში, ჩემ ქართულში. აღანთან ვიტირე არა ალბათ, რაღაც ერთი, რაც შემი. ყველაზე რთულად ჩემი ცხოვრების განმავლობაში მახსენდება 2012 წელი, იმიტომ რომ რაღაცა მთელი წლის განმავლობაში რასაც არ ვაკეთებდი, ყველაფერზე მხვდებოდა რაღაც ძალიან ბევრი დაბრკოლება და ნუ მოხდა ისე, რომ ცხოვრებაში ერთადერთხელ მოვიტეხე ხელი და ისიც ნუ ამ წელს მოხდა და ნუ აი რაღაცა უარყოფითი წელი იყო ჩემთვის და რაღაცა ძიმა. დავარი შეხვედრა ალბათ ან სულ ვიღაცებს ხვდები, სულ ახალი ნაცნობები მყავს ძალიან მომწონს, მაგრამ ალბათ ჩემ მეუღლეს რო შევხვდი. ოჯახი ჩემთვის არის რაღაც სიწმინდე, ხელშეუხებელი, ის რაც ადამიანს გაგაჩნია, ნუ ყველაფერი წარმავალია, მაგრამ აი ეს ოჯახი ყოველთვის ყველანაირად უნდა ეცადო, რომ ოჯახი უნდა იყოს ძლიერი. სკოლაში, პირველ კლასში თუ მეორე კლასში რაღაც ხო
მაგრამ დიდი ხანი მიყვარდა. სკოლელი იყო. ცხენია, აი უცბად თუ ძალიან დიდ ხანს მაქებენ ან სადღეგრძელო ლოსწავენ ჩემთან დაკავშირებით, ცოტა მცხენია ხოლმე და წითლდები. ეგრევე. არასოდეს ჩავიცვამ ტოპ მაიკას. კომპლექსი მე მგონი არ მაქვს. ნუ ყველა ადამიანს აქვს, მაგრამ ძირითადად მგონი რაღაცა ჩარჩოებში, ალბათ ჩარჩოებში რო ვარ მოქცეული, ეგ არის ალბათ კომპლექსი თავისებური. ნუ აი რაღაც ჩაცმაზეც ალბათ, ნუ საქმიანობიდან გამომდინარე და სხვა. ზიდანი მობილური ტელეფონი, რომელიც ყოველთვის ჩემთან ერთად არის, მისი დამტენი, იმიტომ რომ სულ ტელეფონი მიჩნდება და ეს ყოველდღიური ეს ბლოკნოტი, რომელშიც აუცილებლად წერ მეორე დღის გეგმებს, იმიტომ რომ ისე ვერ მიმახსოვრებ ხოლმე. დილა არის მძიმე, იმიტომ რომ ადრე მიწევს ადგომა სამსახურიდან გამომდინარე და ნუ აი ყოველთვის მაკლია ის 5 წუთი დილისთვის. მაგრამ როდესაც ვეღვიძებ და უკვე ვდგები, ყოველთვის კარგ ხასიათზე ვარ ხოლმე, იმიტომ რომ დილა გათენდა და ბედნიერი ვარ. სულ მახსენდება და არ მოვიწყდება დათვებს ვაგროვებთ ბავშვობიდან და რატომღაც მქონდა ამოჩემებული სიზმარი მესიზმრებოდა სულ რაღაცა უარყოფითი, რომ ვითომ ხანძარი იყო ჩემს სახში და აი რომელ დათვს წავიყვანდი. ეს იყო აი მართლა ძალიან ბევრჯერ მეორდებოდა. ნუ ეს მაწუხებდა ძალიან, სულ მახსენდება ბავშვობიდან ეს. დანარჩენი ბავშვობიდან ალბათ დანარჩენი ყველაფერი დადებითია. რაღაცა ეს უარყოფითი ემოცია მაქვს. ეგ ძალიან საინტერესოა, რომ არ გამიგია სიმართლე გითხრათ, მიუხედავად იმისა, რომ ბევრ ადამიანს ვუტრიალებ და წესით უნდა იყოს, მაგრამ ალბათ ჩემამდე არ მოსულა ეს ჭორი. ძალიან იშვიათად ფაქტიურად არ მაქვს. გველის ძალიან ყველაზე მეტად მეშინია და ყველაზე მეტად არ მწევანებს. როგორც მახასიათებენ არის ის, რომ ვარ მარტივი, ღიარული, მეგობრული, ყოველთვის მზადყოფნაში რო დავეხმარო ნებისმიერ საკითხში ადამიანს. ვიცი, ანუ არ ვართულებ რაღაცებს. პროფესიული ჩვევა ისევ იქიდან დავიწყებ, რომ ანუ ექიმი ვარ პროფესიით, მაგრამ მუშაობ ანუ სხვა მიმართულებით უკვე პროფესიად მეკცა და ის არის, რომ ყველგან ვცდილობ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებზე ვისაუბრო, ცნობიერება ვამახვილო ამ კუთხით საზოგადოებაში და ვასწავლო ადამიანებს, რომ არ განასხვავონ შეზღუდული შესაძლებლობა მქონე პირები საზოგადოების სხვა წევრებისგან. ჩემზე ამბობენ, რომ ვარ ყველგან. ანუ უთოს თუ ჩართავო, იქაც ტატახვედელიანს ნახავო, სარეცხ მანქანას, ტელევიზორს და ნუ ასე შემდეგ. ანუ ყველგან ვარ. ტყუილს, აი ტყუილს ვერ ვიტან, ვერ პატიობ და არასოდეს არ ვიტყუები მეც, იმიტომ რომ ვიცი, რომ ტყუილს მაინც მოკლე ფეხები აქვს და მაინც გამოჩნდება ეს ტყუილი, აზრი არა. ძალიან მომწონს პედრო ალმოდოვარის ფილმები და აქედან გამომდინარე მიყვარს. არ გავაკეთებ ჩემს ფასეულობებზე, ჩემს პრინციპებზე უარს არასდროს არ ვიტყვი. ანუ ისე ჩემთვის მიუღებელია და ჩემი ოჯახისთვის იმას არ გავაკეთებ არასდროს. არც ერთი თანხის სანაცვლოდ. არ ვიცი, იგივე ვიქნებოდი ჩემი აზრით. ეს როგორც გოგო, ზუსტად იგივე ბიჭი ვიქნებოდი. მეგობრებზე ორიენტირებული და რაღაც მარტივი ალბათ. ამბობენ, რომ ვიყავი იაპონელი ქალბატონი. ხო. და სხვათა შორის რაღაცა აზარტულ თამაშებთან თუ რაღაც ტყუილებთან მქონდა შეხება. ან რაღაც ადრე მითხრეს, მაგრამ ალბათ ამიტომაც არ მიყვარს ტყუილი. გაუცდებოდნენ თუ გაიგებდნენ, რომ გავთხოვდი. ანუ ეს იყო სულ ესეთი რაღაც. ნუ უკვე გავაოცე საზოგადოება მაგითი რომ გავთხოვდი. არ ვიცი, ახლა ალბათ გაუცდებიან, რომ კიდე რომ გავთხოვდე. არ ვიცი. მე ისეთ გასაოცარს ალბათ ვერ გავაკეთებ რამეს.
კარგ დამოკიდებულებას, მეგობრობას. მაგასობას. რა დავიბადე? როგორც მომღიმარი, მეგობრული, ღიარული, თბილისელი ადამიანი.